ისტორიაში თარიღი ფასდება დროში მაშინვე არ აღიქმება ჩვენ ახლა ვართ იმ 9 აპრილის თავგანწირვის შვილები რომლებიც იპოვებენ თავისუფლებას მე მინდა გითხრათ რომ ის გადაწყვეტილება მე მონაწილე ვარ 9 აპრილის აი პირადად მონაწილე ვარ და გადაწყვეტილების მიღების მომენტი მახსოვს როცა მოწოდება იყო დაშლაზე ან შეგუებაზე ან რაღაცნაირი და ერმა მიიღო გადაწყვეტილება და ყველაზე დიდი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ თავარ თემაზე 200-წლიანი მონობის 70-წლიანი კომუნისტური დიქტატურის მერე საიდან მოვიდა ეროვნული თავისუფლების იდეა ანუ იმპერია ფიქრობდა რომ შეგვიგუა ჩვენგან შეგუებული დამორჩილებული ერი შექმნა და მაშინ ჩნდებიან ხო ისტორიაში არის ორი მიმართულება ან ხალხი ხვნის ისტორიას ან ლიდერები ხვნიან ისტორიას და მეთქე გეუბნებით ლიდერებს ამ გამორჩეული როლი ისტორიაში იმიტომ რომ თუ ყველაფერი არ გვხვდება რამოდენიმე ადამიანს ამოხეთქავს ხოლმე ეს შედგა მაშინ ის რაც შეიქმნა 9 აპრილის თავისუფლების შეგრძნებით იმან დააგრია საბჭოთა კავშირის დიქტატურა და ყველა თავისუფალი ერების ნება ამოხეთქა მაშინ დღეს ჩვენ იმ თავისუფლების გზაზე მივდივართ დღეს ჩვენ რო ევროპაში მივდივართ ანუ აქით არაჩრდილოეთისკენ იმ გმირების სულებზე დგას ყველაზე დიდი გული და პატრიოტიზმით აღნიშნა წალენჯიხელებს განსაკუთრებულად გამოგვეხატება იმიტომ რომ იმ ომმა კიდევ ყველაზე დიდი თული და ბრძოლების ბოლო ტყვია აგავარდა წალენჯიხაში ამიტომ ჩვენ იმ თავისუფლების შვილები ვართ ჩვენ იმ გზის შვილები ვართ რომელსაც ვაჟარო იტყოდა ვერ განუდგები საქართველოს ბედი საბოლოოდ დაბრუნდეს იქ სადაც ვიყავით მედეასთან ევროპასთან თავისუფლებასთან უმონობასთან და ყველაზე გამართული ქართველობის შეგრძნებით ვიცხოვრობთ